ყვავილების სათბური გრატოს ყვავილები გასული წლის სექტემბერში დაარსდა და მერიის იაფი კრედიტის ფარგლებში ქართულ-ჰოლანდიური პროექტების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. კომპანიას ჰოლანდიიდან ჩამოაქვს როგორც გარეგამწვანების, ისე ტროპიკული მცენარეები. ბაზარი ფაქტიურად არის ასათვისებელი. ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცები შევთავაზოთ მომხმარებელს, რაღაცა თქვა ახალი, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა რთულია, იმიტომ რომ ის არ ვიცი თქვა მოთხოვნა რაზეა. მაგრამ ნუ აი პიონერები ვართ და სამუშაოც არის რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ამასთან ერთად. ჩვენ აი თავაზობთ ამ გამწვანების სურველებს, ქალაქის იქნება თუ კერძო ბაღების, კერძო ეზოების, არა მარტო თქვათ იმ მცენარეებს, რომლებიც უკვე საქართველოში იცნობენ იმ არამედ უკვე ცოტა უცხო მცენარეებსაც, რომლებიც არიან არა მარტო ერთწლიანები, არამედ მრავალწლიანები. ეს ახლა არის ულამაზესი მცენარე, აი რაც პატარა კვირტი აქვს წამით, ეს სულ ყველა გაიშლება, არის ბუჩქი, თან არის მრავალწლიანი. ეს კი ადამიანი რომ შეიძენს, ეს თუ მოუვლის ახლა, ნუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული მოლა არ ჭირდება, ნუ მორწყავს და რაღაც ცოტა ოდნავ პირობა შეუქმნის, განათებულ ადგილზე დარგავს, ეს მცენარე ექნება წლების განმავლობაში. თქვათ ჰოლანდიაში ზოგიერთ მცენარეს უჭირდება 6-7 თვე რომ მიაღწიოს გასაყიდ ფორმას, ჩვენთან ეს 60 თვეში მზად არის. ასე რომ, ნუ აი საქართველოს პირობები ყველანაირ საშუალებას იძლევა, რომ აი როგორ გითხრათ, ზოგჯერ ვფიქრობთ ხოლმე, იქიდან კი არ უნდა შემოგვქონდეს ჩვენ უნდა გავგქონდეს იქით. აი აქ გვაქვს დაახლოებით 100.000-მდე მცენარე, არის 10-12 სახეობამდე. ფასები, მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან ხელმისაწვდომი. ეხლა ეს მცენარე ღირს 2 ლარი. ეს ჩვენი, კი, ეს მცენარეები. ასეთი სილამაზე ნამდვილად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რომელიც უფრო სიცივეს იტანს, ანუ რომლებიც ყვავილობენ სიცხეებამდე. მერე უკვე შემოვა ისეთი მცენარეები, რომლებიც იყვავილებენ სიცივეებამდე. კულტურა რაც არის ქართველების რომ უყვართ ყვავილი, იმითი ჩვენი ფასები და თქვა ჩვენი ხარისხი და ჩვენი მცენარეებით, აი ამას ნელ-ნელა მარტო ეყვარება კი არა ადამიანს და თქვა ქართულ მომხმარებას, არამედ შეიძენს და სახლშიც ექნება. ჩვენ გვაქვს ერთი განყოფილება, რომელიც არის სწორედ დაფესვიანების, გამრავლების განყოფილება და სწორედ მან დიგეგმება, რომ აი ეს არა მარტო თქვა შემოტანილი და ისეთი ფორმები, რომელიც უკვე მოწონებული იქნება მომხმარებლის მიერ, მარტო ისინი გავამრავლოთ და დავაფესვიანოთ, არამედ უკვე დავიწყოთ ეს ქართული ჯიშები, ქართული ფორმა, რაც საქართველოში არსებობს. გვაქვს ტროპიკული როგორც ფოთლოვანი მცენარეები, ასევე ნუ ხედავთ რომ გვაქვს ყვავილოვანი მცენარეები, ნუ ძალიან ლამაზი მცენარეებია. ეხლა ეს მცენარეებიც არის მინდა გითხრათ მარტივი მოსავლელი. ეხლა ეს რადგან ტროპიკული მცენარეებია, უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მზის პირდაპირი სხივი. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში შეიძლება ფოთოლი დაეწოს. ეხლა ზამთარში ამას ისე არ უჭირს, მაგრამ ზაფხულში ეხლა მაგალითად ამ მცენარეს თუ დადგამ თქვენ პირდაპირი მზის მოქმედების ქვეშ, ის აუცილებლად პრობლემა დაეწვება ფოთოლი და ლამაზი საერთოდ აღარ იქნება. ეხლა მაგალითად ეს პატეფი
ფილუმი, ეს არაჩვეულებრივი მცენარე, არაჩვეულებრივი იმით, რომ როგორც აქვს ფოთოლი ძალიან ლამაზი, აგრეთვე ყვავილობს და ძალიან ხანგრძლივად ყვავილობს და ამის პლუსი კიდევ ისე, რომ ამას ძალიან უყვარს ჩრდილი, ჩრდილში უკეთესად არის, ვიდრე განათებაში და შეგიძლიათ საერთოდ აი ისეთ გაუნათებელ ოთახშიც კი დადგათ. ძალიან კარგად წმენს ჰაერს, ატენიანებს და ჯანმრთელობისთვის არის ძალიან სასარგებლო. სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით, აღჭურვილი მოსარწყავი განათების და გათბობის სისტემებით. მორწყვის სისტემა აქ გვაქვს დრიფინგი, ანუ წვეთოვანი მორწყვა. შეგიძლია ამ მორწყვის სისტემაში შეუვლიოთ თქვა სასუქი, მინერალური კვება და მის საშუალებით მორწყვა მცენარე. გვაქვს აგრეთვე დაწვიმების სისტემა, სპრინკლერები, სკრინინგი, ეს არის ენერგეტიკული ფარდები და ამ ფარდების საშუალებით ეხა ხდება, ორმაგი დანიშნულება აქვს. ზამთარში ჩამოფარებული გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც სითბოს შენარჩუნება ხდება, რაღაც რამოდენიმე გრადუს უმატებს ტემპერატურას და ზაფხულის პერიოდში კი მცენარებს ვიცავთ მზის პირაპირი სხივისგან. ეს ყველაფერი ხდება კომპიუტერული სისტემით, რაც ძალიან აადვილებს და კი არ მარტო კი არ აადვილებს, იცით რა, უფრო სიზუსტეს ვიცავთ ჩვენ ამით რა და ბევრ რაღაცა იმ თქვათ შეცდომას, რაც შეიძლება ისე ჩვეულებრივი ხელით მუშაობით დროს მოხდეს, ის რა თქმა უნდა უკვე გამორიცხულია. ნინო ხარხელაურმა ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც გაგვანდო. მამაკაცები მოდიან აი შეყვარებულები ყვავილებზე. ასეთ უყვართ მამაკაცებს ყვავილი მე ვერ წარმოვიდგენ და მართლა ძალიან სასიამოვნო და აი მაგით ვარ ძალიან გახარებული ხა მადლოსნებს რო უყვართ ყვავილები ხა გასაკვირი არ არის და ხა ესეც უნდა იყოს მაგრამ მამაკაცები ესეთი შეყვარებულები ყვავილებზე რა ვიცი ძალიან გახარებულები ვართ.